ჯერ ერთი არ აქვთ თანამედროვე სამედიცინო აპარატურა. ეს ერთი. რენტგენის აპარატიც კი არ აქვთ. აქვთ პორტატული რენტგენის აპარატი. როგორ შეიძლება ვილაპარაკოთ საერთოდ სამედიცინო სერვისზე და სამედიცინო მომსახურებაზე, როდესაც ეს არ აქვთ. ეს ერთი. მეორე, არ ყავთ რიგი სპეციალისტები. ასე ახასიათებს საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ფოთის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოს. დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულება, შესაბამისი ინვენტარის არ ქონა და არაკვალიფიციური მედპერსონალი. მაია ჩხარტიშვილის შეფასებით ფოთში სამედიცინო სფერო ასე გამოიყურება და მოსახლეობისთვის მორგებული არ არის. მაგალითად არ ყავთ ბავშვთა რეანიმატოლოგი, აღარ ვლაპარაკობ ოფთალმოლოგზე, უროლოგზე და ასე შემდეგ. თუ საავადმყოფოში არ არის აპარატურა და არ ყავთ რიგი სპეციალისტები, ვინ მეტყვის ვინ დამისაბუთებს იმას, რომ ეს საავადმყოფო ასრულებს თავის ფუნქციას. დიალიზის პროგრამაში მონაწილეები, თქვენ იცით ხომ, ჩვენ გვაქვს ესეთი პროგრამა, ტრანსპორტირებას უზრუნველყოფთ. ვერ ვახორციელებთ ამ ავადმყოფებისთვის პირველად დახმარებას. კომპიუტერული ტომოგრაფია უნდა იყოს თუ არა ქალაქში ის მევაკითხვა. ევექსი ამაზე არ ზრუნავს. ევექსი საერთოდ არ ზრუნავს იმაზე, რომ ფოთის მოსახლეობა იყოს კმაყოფილი. შეგიძლიათ ქუჩაში კითხოთ ნებისმიერი ფოთელი მოქალაქე. გააჩერეთ, ჩაატარეთ გამოკითხვა, კმაყოფილია თუ არა ფოთელი ჩვენი სამედიცინო მომსახურეობით. ადგილობრივ მთავრობაში ამბობენ, რომ ქალაქის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფოს მუშაობით როგორც ისინი, ასევე მოსახლეობაც კმაყოფილი არ არის. არგუმენტად მთავრობის წარმომადგენელს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგები მოყავს, რომელიც ფოთში სოციალური კვლევის ცენტრმა ჩაატარა. ჩვენ ჩავატარეთ სოციოლოგიური გამოკვლევა. გამოვიკითხეთ მოსახლეობის ნაწილი იყო თუ არა კმაყოფილი, ან მიუმართავს თუ არა, ან მიმართავს თუ არა საჭიროების შემთხვევაში. 85%-მა გვიპასუხა, რომ არ ენდობა ჩვენ საავადმყოფოს. ეს არის ჩვენი თანამოქალაქეების აზრი. როგორც სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ამბობს, ყოველივე ამის შემდეგ დღის წესრიგში ახალი კლინიკის მშენებლობის საკითხი დადგა. როგორც ირკვევა, მშვიდობის ქუჩაზე არსებულ ყოფილი მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ემერჯენსი განთავსდება. მაია ჩხარტიშვილი ირწმუნება, რომ ეს ბევრად უფრო პროფილური კლინიკა იქნება, სადაც მოსახლეობას საშუალება ექნება სამედიცინო მომსახურებით უფასოდ ისარგებლოს. შენობის რეაბილიტაცია ისათვის 2016 წლის ბიუჯეტში ფოთის მუნიციპალიტეტს 100,000 ლარი აქვს გათვალისწინებული. ემერჯენსი არის უფასო 24 საათიანი ამბულატორიული მომსახურება. მე შემიძლია ეხლა გეტყვით 780 კოდი არის უფასო. ეს იმას ნიშნავს, რომ 780 ნოზოლოგია ფინანსდება. გარკვეული დანარჩენი 30%-იანი ან 20%-იანი თანადაფინანსებით. ფაქტიურად ეს არის უფასო 24 საათიანი მომსახურება. ეს არის მაღალკვალიფიციური მომსახურება, თავისი ლაბორატორიული გამოკვლევებით და ყველანაირი სამედიცინო სერვისით 24 საათის განმავლობაში. ჩვენ მომავალში საინტერესო რა არის ყველაზე, რომ ვაპირებთ გაფართოებას. რა თქმა უნდა, ემერჯენსი საკმარისი არ არის. მხოლოდ ემერჯენსი ვერ დააკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნას. ემერჯენსთან ერთად აუცილებლად უნდა გაკეთდეს პატარა სტაციონარი და ჩვენ გვაქვს ის დაგეგმილი სამომავლოდ. პარასკევს თოქ-შოუ თემაში მოწვეულმა ერთ-ერთმა სტუმარმა დალია ბრალიძემ ამ საკითხზე საუბარს გარკვეული დრო დაუთმო. იგი სისუსტეს ადგილობრივი მთავრობის მუშაობაში ხედავს. თურმე ევექსი ვერ მუშაობს კარგად და ამიტომ უნდა გაიხსნას ახალი სასწრაფო დახმარება. და ამისთვის 100,000 ლარი პირველ ეტაპზე ჩაიდო, რომ ყოფილი ციხის შენობა გადაკეთდეს სასწრაფო დახმარების შენობად. ანუ ხელისუფლება მე რიგით მოქალაქეს მეუბნება, რომ ვერ ერევა ვიღაც კერძო კომპანიას და ამიტომ ბიუჯეტიდან ახალ ხარჯებს პარალელური სტრუქტურის შესაქმნელად იღებს. ეს არ არის ზუსტად ჩემთვის პასუხი, ეს პოპულისტური განცხადებებია. რას ნიშნავს არ იცის, რატო არ იცის? თუ არ იცის, იქ რატო ზის? ქალაქის ინტერესების გატარება. ამაზეა საუბარი, თორე თბილისიდან რომ დაგირეკავენ და ეხლა ეს რატო არ გაკეთებული, ეგ არ არის ადგილობრივი თვითმმართველობა. აქედან უნდა წავიდეს კარნახი. ქალაქის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარეს კომპანია ევექსი პასუხობს. იქ ამბობენ, რომ ასრულებს თუ არა კლინიკა დაკისრებულ მოვალეობებს, ამას სამედიცინო რეგულირების სააგენტო ადგენს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთანაა შექმნილი. შესაბამისად, მათი საპასუხო განცხადებაც ამ შინაარსისა. ჩვენი კომენტარი ქალბატონის საკრებულოს, ფოთის საკრებულოს წევრთან დაკავშირებით, ანუ როგორ აგიხსნათ, ჩვენ ვემორჩილებით ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტოს და შესაბამისად მათ მიერ გაცემულ დასკვნებს და მათ მიერ გამოცემულ რეკომენდაციებს ვიზიარებთ. და კვლევა სამწუხაროდ ანუ
გამოსაჭრელობით მე ვერაფერს ვერ გეტყვით, არც კი ვიცი რა ტიპის კვლევა ჩატარდა, კონკრეტულად ჩვენ კლინიკაზეც კვლევა ტარდებოდა, ესეც ჩვენთვის უცნობი არის და ზოგადად კვლევა უნდა იყოს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული, ძალიან კარგი ინსტრუმენტით უნდა იყოს შექმნილი ეს კვლევა და ძალიან ვალიდური უნდა იყოს და მე ამ კვლევის არც წარმომავლობა ვიცი, რაზე თქვენ მე საუბრებით, არც მისი ვალიდურობა რამდენად ის შეიძლება იყოს ზუსტი ან არაზუსტი, ამიტომ ვერაფერს ვერ მოგახსენებთ. კიდევ ერთხელ გაგიმარტავთ, რომ ჩვენ მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებულ სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს გავიზიარებთ და მათი შეხედულებები არის ჩვენთვის მისაღები. აი ამ საკითხში ჯერ უნდა ვასრულებთ თუ არ ვასრულებთ ჯერ უნდა ჩვენზე დაკისრებულ მოვალეობებს. ადგილობრივ მთავრობაში ამბობენ, რომ ამ ეტაპზე ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა შენობა ქალაქის საკუთრებაში გადმოვიდეს. მას შემდეგ, რაც პროცედურები დასრულდება, სარეაბილიტაციო სამუშაოებიც დაიწყება.